გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, დღეს პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჩვენი რეკლამა ძალას იკრებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. უახლოს კვირებსა და თვეებში ის პიკს მიაღწევს და ყველაფერი სრული სიმძლავრით ამუშავდება. დარწმუნებული ვარ, მომხმარებლები მასობრივად დაიწყებენ შემოსვლას, ბევრად უფრო მეტნი ვიქნებით ვიდრე დღეს. უკვე ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აქტიურად განიხილება სხვადასხვა პოდკასტებში. თქვენგან ბევრმა გამომიგზავნა ვიდეოები, სადაც ამბობენ, ლივგუდზე მოვისმინე, ვიღაცამ საუბრობდა ლივგუდის ფასზე, ვიღაცა საუბრობდა ლივგუდის პროდუქტზე, ვიღაცა კიდევ რაღაც სხვა საკითხებზე. დიახ, ინფორმაცია ვრცელდება და ეს ზუსტად ისაა, რაც გვინდა. საითკენაც მივდივართ. მომხმარებლები მოდიან, შეკვეთები შემოდის, ინფორმაცია ფართოდ ვრცელდება და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. წინა კვირაში ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანი გავიდა პირდაპირ ეთერში და აღფრთოვანებულები საუბრობდნენ ლივგუდზე. ესენი არიან ბენ შაპირო, პირდაპირ ეთერში გამოვიდა და გაოცებულმა ისაუბრა ლივგუდზე. ეს ძალიან მაგარია. რასელ ბრენდი იყო ეთერში. რიჩ აიზენი, მელ გიბსონი, სანდრა, ედვარდ ფრანკო, კრისტოფერ ჩეის კროიფორდი, ვილმენ ველდერამა, ბენჟამინ გიზა, ნიკოლას განსალესი, რაიან მაკპარტლინი და ასე შემდეგ. მაშივე სხვა მრავალი მათგანი შუა კვირაში ჩაერთო. რეკლამა გავიდა რადიოშიც და რა თქმა უნდა ტელევიზიაშიც. Sirius XM, CNBC, Fox News, Euronews, BBC და სხვა წამყვანი საინფორმაციო არხები ამერიკაში. მაგრამ როგორც იცით, ჩვენ მთელ მსოფლიოზე გავდივართ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სურთ ჰეარდ რადიოსთან ვიმუშაოთ მათთან, მათ ინფლუენსერებთან, პოდკასტერებთან და Spotify-სთან. ასე რომ, რეკლამა ყველგან უკვე ვრცელდება. და ძალიან მალე ჩვენ უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ. ასევე უკვე რეკლამდებით Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, Google-ზე. ლივგუდის შესახებ მთელი მსოფლიო იგებს და ეს ჯერ საწყისია. ეს არის ჩვენი მიზანი. და მტკიცედ მწამს, როგორც კი ადამიანები ბოლომდე გაიზიარებენ ამ ბრენდის არსს, ისინი ვეღარასდროს იყიდიან ვერაფერს სხვაგან, ვერც დანამატებს და ვერც ვერაფერს, რაც აქ იქნება. უბრალოდ აზრი აღარ ექნება ამ ყველაფერს. კარგად, ჩემო მეგობრებო, წარმატებას გისურვებთ, შევხვდებით მწვერვალზე.